სიცოცხლე ამ ყველაფრისთვის ღირდა იმ ყველაფრის ატანა არ დაიჯეროთ რომ ადვილი იყოს ხომათა დარბაზში ყოფნა და იმ ატმოსფეროს ასე ვთქვათ ატმოსფეროს შეწოვა მთელი საათნახევრის განმავლობაში რომელიც სუფევდა მძიმე იმდენად რამდენადაც მე აბდენი საკუთარ თავს რომ არ ეკუთვნის ხალხი ერთ დარბაზში მსხვილი არ 99 მოგე დიდი ბა ჩვენ ბევრი ვისაუბროთ ერთმანეთთან ეხლა ხალხს მინდა ვიმართოთ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ტელეფონები ორმესი მადლობა სხვა ადგილას ვერა ვარო ყველა მინდა ხო ცოტა მაღალ კი ბანდა ავალ კიბეებზე დიდი მოვა ბანდა Come on, Nika. Nela. ხედავთ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობიდან გამოვიდა და ის პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის, სავარაუდოდ ის აქციის მონაწილეებს ახლა სიტყვითაც მიმართავს. Parlamenti შენობა. მაგრამ მართლა ვინმეს თანთა აუღია შტორმით. პარლამენტის შენობა აი დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტის შტორმით. ავიღეთ. ძლიერი ერთობით. დიახაც, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენგანს 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს. გრძნობდი ამ მხარდაჭერას. მაგრამ რა ვნახე ხალხო? ამდენი ერთად შეშინებული ღირსება აყრილი სამწუხაროდ და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები, რომელსაც დეპუტატები ქვია, ერთ დარბაზში მოთავსებული არ მინახავსო ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, უდიდეს ნაწილს მათგანისას არ უნდათ იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც მათ მოუწიათ. ხო? ბავშვი, როდესაც ხარ მე-5, მე-4, მე-6 კლასელი და არ გინდა სკოლაში წასვლა, რაღაცა მიზეზი მოგვიგონებია და ვითქვა მშობელისთვის, დედისთვის, მამისთვის, ბაბუისთვის, რომ თავი ვტკივა, ხელი ვტკივა, ფეხი ვტკივა, უცელი ვტკივა და არ წასულვათ იმ კონკრეტულ დროს. მაშინაც კი ისეც კი ვერ მოახერხა დიდმა ნაწილმა ქართული ოცნების დეპუტაციისა მიუხედავად უდიდესი სურვილისა, რომ დღეს აქ სხდომაზე არ მოსულიყვნენ. უნდოდათ
მაგრამ მოუწიათ მოსვლა. მაგრამ ტრაგედია არის ის, როდესაც ამ ადამიანებს შევიცოთ როგორც დეპუტატებს და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ქვეყნის წესიდან რიგით განვითარებაზე უნდა ყოფილი იყვნენ წარსულდროზე ვიტყვი პასუხისმგებელი. დღეს გაშიშდა მთელი ხელისუფლება და ეს შეძლო უკომპრომისო ბრძოლა ქართველი ხალხისა. ნამდვილად დღეს ვისაც კიდე ეჭვიებარებოდა რას წარმოადგენს ქართული ოცნება, რას წარმოადგენს ბატონი ივანიშვილი, დღეს ყველამ დაინახა მერწმუნეთ და ეს იგრძნობოდა იქ. თვალებში ვერ მიყურებდნენ და თვალით-თვალს ვერ გისწორებდნენ. და რა არის ეს თუ არა გამარჯვება ჩვენი და თქვენი, როდესაც ხალხახილები არიან ჩვენს წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ ხახნო წასვლა მათთვის სადავეებიდან. მაგრამ სიმართლე ეხლა სწორად გამიგეთ, არის ჩვენს ხარეს. არასოდეს ისეთი ძლიერები არ ყოფილოთ, როგორც ვართ ეხლა. არასოდეს ისეთი მტკიცენი არ ყოფილოთ, როგორც ვართ ეხლა. და ბრძოლა კი არ უნდა შევანელოთ. უნდა გავზარდოთ მოქმედებაში ჩვენ უახლოეს პერიოდში, აი დღეებში, რამდენად უნდა მოვახერხოთ ყველანაირად მოვახერხოთ კონსტიტუციის პარაგრაფებში, რა თქმა უნდა, აი მორიგ ფრაზას ვეთქვი მე კიდე რომ შარი არ მომდონ, მაგრამ რაც უნდა მომდონ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ და გავაკეთებთ აუცილებლად გაღარიას პოლიტიკური თავი, აუცილებლად უნდა გაგვეთეს უახლოეს დღეებში. აუცილებლად. არ შეიძლება. მე არ ვიცი ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს აქციის ორგანიზატორი და ორგანიზატორები, ის მართლაც გმირი ახალგაზრდები, რომლებიც მე-6 დღეა უკვე იბრძვიან რუსთაველის გამზირზე ზეგიდელ დღესთან დაკავშირებით, როცა ბატონი გახარია უნდა მობრძანდეს თავისივე სურვილით პარლამენტში აქ, მაგრამ მე ჩემი პირადი მოსაზრებაა და რა თქმა უნდა ეს გადაწყდება ერთობლივად. მე ვფიქრობ და დაწუნებული ვარ, რომ ბატონი გახარია იგივე გავრილოვი მეორე დღეს მეორე აი გაუმართლებელი კომპრომისი თუ გახარია გაბედა და ქვეყნის თავად პოლიტიკურ ინსტიტუტში ზეგ შემოვიდა, მაგრამ რაოდენობით უნდა გავაჩეროთ, რაოდენობით უნდა გადავაფიქრებიოთ. გახარიას მოსვლაც კი აქ წარმოუდგენელია და ეს შეგვიძლია ჩვენ დედებს, ჩვენს მამებს, ჩვენ მეგობრებს, და გამოცხადდეს და ძალებს შვიდობიანად პოლიტიკური სამოქალაქო შვიდობიანი ობსტრუქცია უნდა მოუწყოთ. ამათამე არა გაქცევს ხელისუფლება ხახნო, არა ეს ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა მე-6 დღეა ითხოვს გახარიას თანადროებიდან წასვლას და გახარია წასვლას კი არ აპირებს, მოსვლას აპირებს აქ ისევ. ამიტომ ვიდა გითხრათ, ფაქტო ამაკნი ვართ რა, დავიჯერეთ ჩვენი თავის ფასი ჯერ კიდევ არ ვიცით თითოეულ ჩვენგანმა
და ასეთასობით ქართველმა, ვინც ამ ბოროტებას ვებრძვით უკანასკნელი წლების განმავლობაში. ჩვენ ვართ მართლები და ამაზე დიდი სიამოვნება თურმე არ არსებობს. როდესაც შეგიძლია რაოდენობრივად შენზე გაცილებით მეტ ადამიანს დუმილით დაახლევიო თავი. დიახაც, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ ერთ-ერთ ადამიანს, ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. და ამ გამარჯვებას უნდა ბოლომდე მიყვანა. პირველი შველი ხალხო დაუბრუნდები ისე და ამ შენობაში იმედია პოზიცია ყველას იგივე იქნება და ჩემ პოზიციას გეუბნებით. იმედია მეც მომეცება თქვენთან ერთად შესაძლებლობა ზეგ ვიყო და მივიღო აქტიური მონაწილეობა რომ გახარიამ აქ შესვლა ვერ გაბედოს და მეც ბელიასავით შეიპარო. პრინციპულად მნიშვნელოვანი ახლა. მესმის, თვითონ ჩვენგანში არის ასევე დაალოკებელი სურვილი, რომ აი ახლა ნახევარ საათში ბიძინა ივანიშვილი აღარ იყოს იქ, სადაც არის. ლეგიტიმური სურვილია, მაგრამ ძალიან ახლოს დავართ ამ დღესთან და მოდით ეხლა ჩვენ ჭკუითაც ვაჯობოთ. ჩვენ ეხლა ჩემის აზრით უნდა შევუერთდეთ დიდ აქციას. ახალგაზრდები ნამდვილად არიან გმირები, სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს მათ თქვენთან ერთად. არის მიკროფონი და მე ალბათ მათთან ერთად მიკროფონი არის. გადავწყვიტავთ, ერთად გადავწყვიტავთ თქვენ მათთან ერთად, ისინი თქვენთან ერთად, კიდევ სხვებთან ერთად, რას და როგორ მოვიმოქმედეთ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში, გულისხმობ თვალზე და ზაგიდელ დღეს. დიდი მადლობა, მე ამაყებით რა, არ დაგიმავალთ. სიამაგებიდან არ დაგიმავალთ, სრევლების მადგებოდა, როდესაც ხედავდით თქვენ და ხედავდით გამოხმაურებას სოციალურ ქსელში იმ სტომათა დარბაზიდან. არჩევია როგორც წესი ეს, მაგრამ ესეც დამემართა და მივხვდი რომ ამ ქვეყნისთვის ყველაფრის დადება ღირს, თუნდაც ყველაზე ძვირფასის საკუთარი სიცოცხლესაც. კი და დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ ვარ ჩვენი თანამებრძოლი და დიდი მადლობა რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. ამაზე დიდი ბედნიერება ხახო რაც მე დღეს აქ მთელი დღის განმავლობაში ვიგრძენი არ ასვებოს, არ დაგიმავალთ. სასიამოვნო საყურებელი არ იყო ქართული ოცნების თავდახილი დეპუტატების ყურება, მაგრამ ამათ კი არ უნდა ვებრძოლოთ აქ ბატონ აკოხანაშვილებს და ხლებს. ამათ შველა ჭირდებათ ხახო, შველა ჭირდებათ, გახსნა ჭირდებათ. და შემთხვევითი არ იყო, რომ დღეს მიმდინარე პროცესების პარალელურად მოსკოვიდან კეთდებოდა განცხადებები გავრილოვის მხრიდან, რომ თითქოს აქციის მონაწილეები უნდა დაისაჯონ, ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ. ხო, ბიძინა ივანიშვილი თავი და ბოლომდე არის დამოკიდებული დიახაც არც მეტი და არც ნაკლები პუტინზე. ის არის ჩვენი მოძულე სახელმწიფოს ინტერესების გატარებელი საქართველოში. და ბატონი გავრილოვის ამოსკუპება იმ სავარდეში, სადაც ვიარ განსაღობია და შემთხვევითი არ იყო. ეს იყო სპეცოპერაცია და გათვლა იყო, რომ ხალხს არ ეკრებოდა შესაბამისი რეაქცია და რეაგირება და ხალხს ჰქონდა იმაზე მძაფრი, იმაზე მართალი და იმაზე სწორი რეაქცია, ვიდრე ივანიშვილს წარმოედგინა. ამიტომ დიდი მადლობა დამკრებებისთვის და არ შემიძლია ხახო არ თქვა რა პოლიციელებს არ მიმართვა.
პოლიციელები კი არა, რიგითი პოლიციელები, ხახო. დეპუტატები არიან ყველობაში. დეპუტატები არიან ყველობაში და ნუ გავბრაზდებით რიგით პოლიციელებზე. ნუ გავბრაზდებით იმ ადამიანებზე, ვისაც ნამდვილად ფული უძგერს ეროვნულად. უბრალოდ ისინიც გასათავისუფლებლები არიან. მე მინდა ყველა იმ ადამიანს მოვეფერო და დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საავადმყოფოშია მოთავსებული, ვინც თვალი დაკარგა ამ ბედნიერი წყალობით.